დიახ, მოგესალმებით, დიანა. მე ისევე როგორც ძალიან ბევრი ადამიანს არ მაქვს, რა თქმა უნდა, მოლოდინი უსამართლო მართლმსაჯულების სისტემისგან, რომ ნიკა გვარამიას დაატოვებიებს უსამართლო პატიმრობას. ჩვენ საუბრობთ ავტოკრატიულ მძიმე ფესვგამდგარ რეჟიმზე, რომელიც განსაკუთრებით ბოლო პერიოდში გადასულია ძალის დემონსტრირებაზე და ამით ცდილობს ჩემი შეფასებით გაახვეოს საკუთარი პოლიტიკური პარტიის ამორჩევლები იმ ფონზე, როდესაც ისინი პრაქტიკულად არიან საერთაშორისო იზოლაციის ქვეშ მოქცეულნი და ბევრი სხვადასხვა გლობალური პრობლემა აქვთ მათ უკვე როგორც პოლიტიკურ გუნდს, როგორც ავტოკრატიულ რეჟიმს, მათ საკუთარ კაპიტალში დარჩენიათ აი მსგავსი უტიფრობით, ასე ვიტყოდი და თავხედობით დანაშაულში გაჯიუთდნენ კიდევ უფრო მეტად და ამით გზავნილი გაუგზავნონ საკუთარ გუნდის წევრებს სხვადასხვა დონეზე, რომ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად უდიდესი გამოწვევებისა, რომელიც წინაშეც დგას ივანიშვილი, აი ის არის იმ ფორმაში და მდგომარეობაში, რომ ნიკა გვარამიას არ უშვებს უკანონო პატიმრობიდან. ბუნებრივია, მე ჯეროდა და ახალს იგივეს გავიმეორებ, რომ პოლიტიკური პატიმრობის ეპოქა დასრულდება მაშინ, როდესაც რეჟიმი ავტოკრატიული დამარცხდება, თუმცა ნიკა გვარამიას შემთხვევა კიდევ უფრო განსხვავებულია და ვფიქრობ, არსებობს სხვადასხვა გამოსავალი, რომელსაც უწერია რეალიზება. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოს იმედი არ უნდა გქონდეს არავის, იყო აქ საუბარი ახლა კოლეგებს შორის, მაგალითად რაც იზამს ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი. მას შემდეგ თუ სააპელაციო სასამართლო საბოლოოდ მის გადაწყვეტილებაზე რამე განსაკუთრებული მოლოდინები არის პოლიტიკურ სპექტრში ან იმ ნაწილში მაინც რომლების თათბირობდი. ამ შემთხვევაში ბევრი რამ იქნება დამოკიდებული თავად პოლიტიკურ სპექტრზე და იქნება დამოკიდებულებაზე, რომელსაც ჩვენ გამოვიჩენთ მას შემდეგ, რაც ნიკა გვარამიას აი სასამართლო პროცესი დასრულდება. ნუ საღი აზრის ფარგლებში ყველა ადამიანი ქალბატონი ზურაბიშვილის ადგილას მიიღებდა ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას და მის ამა თუ იმ ნათქვამ სიტყვას ფას დაადებდა უკანასკნელ პერიოდში მის მიერ გაკეთებული განცხადებები თითქოს ერთი შეხედვით ნამდვილად არის ვერაფერს ვიტყვი ადეკვატური, მაგრამ როდესაც ერთის მხრივ შენ საუბრობ ნამდვილად სწორი გზავნილებით და მეორეს მხრივ შენს ხელთ არსებულ ვერკეტს არ იყენებ, რაც მნიშვნელოვნად წილად ოდნავ მაინც, მოდით ასე ვთქვათ, ხელს შეუწყობდა პოლიტიკური პროცესების ნორმალურ კალაპოტში მოქცევას, იქნება აბსოლუტურად გაუგებარი. ამის გარდა მე ვფიქრობ, უახლოეს მომავალში იქნება რამდენიმე საკითხი, რაც გახდება კატალიზატორი პოლიტიკური ცხოვრების მნიშვნელოვნად გაცოცხლებისა. აი რა შეიძლება იყოს ეს საქართველოს მოუწევს ანგარიში. ნიკა, რა შეიძლება იყოს ეს კატალიზატორი? დიახ, რამდენიმე საკითხია, რომლის თაობაზეც ახლა პირდაპირ საუბრისგან თავს შევიკავებდი, უბრალოდ ეხლა შარშან შვილდი იყო მოზიდული, სამწუხაროდ ეს შვილდი ეს ის არის ვერ გავარდა, ზამბარა რომელიც დაჭიმული იყო და სულ ცოტა დააყდა ჩემის აზრით პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს საზოგადოებასთან ერთად გამარჯვების მოსაპოვებლად, ეხლა უბრალოდ შეიკუმშა, რაც ნიშნავს, რომ კვლავ გაიშლება. რა საკითხის გარშემო გაიშლება, რომელსაც ექნება ჩემი შეფასებით ასევე მომაკვდინებელი პოლიტიკური შედეგი რეჟიმისთვის, ეს უახლოესი დროის საკითხია. ჩვენ არ გვინდა მე პირადად უბრალოდ პოლიტიკური ცხარი აქტივობები მხოლოდ აქტივობებისთვის გამოხორციელოთ. ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ შედეგზე ორიენტირებულნი და მერწმუნეთ ალბათ მექნება თქვენთან შესაძლებლობა სხვა დროსაც უახლოეს კი ბატონო, მე უბრალოდ საუბრისა და კი ბატონო, თქვენ თქვით რომ რეჟიმის დასრულებამდე პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება გესახებათ, როცა
რეჟიმი დასრულდება. ეს კალენდრით არის 2024 წელს, მანამდე არ ვიცი რა ფაქტორებმა შეიძლება გამოიწვიოს ვადამდელი არჩევნები, რომელიც თქვენ დაანონსეთ და სექტემბრის პოლიტიკური ცხოვრება ამით გახსენით, მაინც შეგეკითხებით რა ფაქტორებს ვარაუდობთ ისეთს, რომელიც ამ თქვენს მოჭიმულ შვილს ხელახლა მოგაჭიმინებთ და მიზანში გაისურით. ამ ქვეყანაში, საქართველოში, ჩვენს სახელმწიფოში ყველა ხელისუფლება, რომელიც შეცვლა სულ რამდენიმე თვით ადრე, სულებით არ ვარაუდობდა და არც კი უშვებდა, რომ მათ მოუწევდათ ხელისუფლების დათმობა. პრაქტიკა ამასაც ხატავს და მე მჯერა, რომ ეს ხელისუფლება ვერ იქნება გამონაკლისეს. იმას არ ნიშნავს, რომ ეს ნორმალური პოლიტიკური ცხოვრების პროცესია, როდესაც მოულოდნელად ხელისუფლებები იცვლებიან, რომ ჩვენი ვალია ამ ეტაპზე მიტაცებული სახელმწიფო უკან დაბრუნდეს, რომ შემდეგ ხელისუფლების ცვლილებები პროგნოზირებადი გახდეს. არც ცოტა ადამიანს დიანა წარმოუდგენია ავტოკრატიული რეჟიმის დამარცხება ერთი ადამიანის დამარცხებით, ანუ ბიძინა ივანიშვილის დამარცხებით. სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ავტოკრატიული რეჟიმი ხო ერთ დღეში არ ჩამოყალიბებულა, უბრალოდ ჩვენ ერთ დღეს აღმოჩნდით მძიმე ავტოკრატიული რეჟიმის ქვეშ მცხოვრებნი. ეს ავტოკრატიული რეჟიმი იმართება არა ერთი ადამიანით, უკვე არამედ ქსელებით. და ამ ქსელებში გაერთიანებულნი არიან როგორც ფინანსური ჯგუფები, ასევე კარგად ორგანიზებული პროფესიონალი პროპაგანდისტები, ნახევრად თუ თლიანად გასამხედროებული ჯგუფები და ასე შემდეგ. ერთმანეთთან ეს ჯგუფები იმყოფებიან ძალიან მჭიდრო კავშირში და ამ როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ სხვა ავტოკრატიული რეჟიმის ქსელებთან, მათ შორის პუტინის რუსეთის ფედერაციამ აქვს მხედველობაში. როდესაც ჩვენ ეს მოცემულობა გვაქვს, რა თქმა უნდა, საუბარი იმაზე, რომ თითქოს მარტივი არის პოლიტიკური პატიმრების დახსნა ამ ფონზე, უბრალოდ კიდევ უფრო ცოტა მეტი ძალისხმევა საჭირო და მიზანი მიღწეული იქნება, აქ მე დავიტოვებდი უფლებას, რომ ნებისმიერ ადამიანს შევეკამათო, რომ ეს ასე არ არის. ამიტომ მგონია, რომ თლიანად რეჟიმი უნდა განულდეს, თლიანად რეჟიმი უნდა დაიმსხვრეს. ბევრი პროცესი მიმდინარეობს ჩვენს გარშემო და მგონია უახლოეს პერიოდში ჩვენ სწორი პოლიტიკური გუნდისგან ჩვენ გულისხმობთ საზოგადოებას, მათ შორის პოლიტიკოსებს, ავაზვირთებთ იმ ტალღას, რომელიც ერთხელ სამუდამოდ დაამთავრებს აქ რას დაეფუძნება ეს ნიკა? კატალიზატორი რა იქნება, რა საკითხი? ამას უახლოეს პერიოდში ჩვენ ვნახავთ. ეს ფიქრობთ, რომ იქნება ევროკავშირისგან პასუხი ევროკომისიისგან, რომელიც უკავშირდება ევროინტეგრაციის პროცესს, კანდიდატის სტატუსის მიღებას. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს სანქციების თემას, თუ ის გაგრძელდება და უფრო ფართო გახდება. თუმცა პოლიტიკოსთა ნაწილი ფიქრობს, რომ ეს არ არის ქვეყნის შიგნით, ეს ვერ ცვლის ვითარებას. ქვეყნის შიგნით ვითარებას შეცვლის ოპოზიციის მეტი საუბარი ამომრჩეველთან, მეტი დარწმუნება და მომხრეების გაფართოება. აი ამ საკითხებს როგორ უყურებთ? არა მხოლოდ. კი ბატონო, არა მხოლოდ დიანა თავს ხო არ მოვიტყვილებ და არც თქვენს შეცდომაში შეყვანას ვეცდები. დღეს ივანიშვილის რუსული ეს ავტოკრატიული რეჟიმი არ წარმოადგენს მხოლოდ საფრთხეს ქართული საზოგადოებისთვის. რისი დასტურიც იყო თავისუფლების მთავარი სიმბოლოს პრეზიდენტ ზელენსკის მიერ მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილება, როდესაც მან გამოსცა ბრძანება და სანქციის ქვეშ მოვაყოლა ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრები. მან დაინახა საფრთხე ივანიშვილის რეჟიმში უკრაინის სახელმწიფოს მიმართებაში და ამიტომაც მოუწოდა დასავლურ საზოგადოებას დემოკრატიულს, რომ მიიღონ კონკრეტული გადაწყვეტილებები, თუ კი გავითვალისწინეთ აქამდე პრეზიდენტ ზელენსკის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს ევროპელი, ამერიკელი და ბრიტანელი კოლეგების მიმართ, არ დარჩენილა მისი რეკომენდაცია ზურგ შექცეული და ასეთი მოცემულობა იქნება მემგე. თქვენ ამ პროცესს უყურებთ როგორც თქვენს დახმარებას, რომ ივანიშვილი დაამარცხოთ? იცით რა, საქართველოს ფენომენი. ეს არა, მე ასევე მithავს მეგობრებო თქვენს ეთერშიც არ ვარ იმ პოზიციაზე, რომ მხოლოდ
უკრაინელების გამარჯვება რუსების წინააღმდეგ, პუტინის წინააღმდეგ ომში, რაც დროის საკითხია და ყველა ინდიკატორი ამაზე მეტყველებს, ავტომატურად ნიშნავს, რომ მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მოხდეს იმ ბევრი სხვადასხვა პროცესების კაპიტალიზირება, რაც გამარჯვებით უნდა დასრულდეს. ბუნებრივია, საზოგადოება შიგნით, განსაკუთრებით ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს მოგვიწევს მნიშვნელოვნად სხვა ნაბიჯების გადადგმა და მე მხოლოდ მცირე დროის საკითხად მიმაჩნია მეორე ტემპით შეტევის მიტანა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეხლა გუშინდელი დღე თქვენ აშუქებდით, თქვენი ტელეკომპანია და ყველა ვიხილეთ, უკვე იყო საბოლოო პასუხი დასავლური ცივილიზაციისთვის და ესე კადენიერად გამოვიდა ბატონი მურუსიძე და თავის ამარაჯამოდ დაენიშნა უსამართლო მართლმსაჯულების ხელმძღვანელად და დასავლეთს უთხრა, რომ მოდით აბა ვიბრძოლოთ, რახან მაინც ხელს არ იღებთ თქვენს ინიციატივაზე, რომ აქ ჩვენ უნდა რაღაცა რეფორმა განვახორციელოთ. ეხლა ქვეყანაში, როდესაც უმძიმესი დანაშაულები წლების განმავლობაში ჩადენილა, როდესაც ერთ-ერთი მთავარი საყრდენი ბურჯი ქართული ოცნების ხელისუფლების სოსო გოგაშვილი კვირიდან კვირამდე ამხელს ხელისუფლებას დაწყებული მუხთალის გატაცებით, სადაც უკვე კონკრეტულად საუბრობს იგი ვინ იყო სახედი და გვარებით ჩართული ამ დანაშაულის ჩადენაში, გაგრძელებული თუ რა პროცესებს აქვს ადგილი სასამართლო სისტემაში და ბევრი კიდე სხვადასხვა საკითხი არსებობს. მე მიმაჩნია, რომ რომელიმე მათგანი ან რამდენიმე მათგანი აუცილებლად გადაიქცევა აი ზვითავსხვევით ძლიერ კატალიზატორად, რომელიც რეჟიმს დაამარცხებს. მესმის ჩვენ გვინდა რაც შეიძლება სწრაფად რეჟიმის დამარცხება, რომ ნორმალური დემოკრატიული პროცესი დაიწყოს და მართლაც დემოკრატიული მექანიზმით გახდეს შესაძლებელი ხელისუფლების ცვლილება, საარჩევნო კამპანიის ელფერი კონდეს და დატვირთვა კონდეს, საარჩევნო პროგრამას კონდეს თავისი დატვირთვა, ნორმალიზდეს საზოგადოებრივი პოლიტიკური ცხოვრება, სტრესი განეიტრალდეს, მაგრამ ნუ ვართ ჩვენ იმ გამოწვევის წინაშე, გამოწვევის წინაშეც აღმოჩნდით 10 წლის თავზე ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნის შემდეგ და ძალიან სასარგებლო და მნიშვნელოვანია, რომ განსხვავებით ჩარშანდელი პერიოდისგან, აი დღეს სწორს შარშან ქართულ საზოგადოებას, მათ შორის ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრს, საერთაშორისო საზოგადოება გვერდში ასე ამ ტკივნეული საკითხების გარშემო არ ედგა. ბევრი მათგანი ჩემი შეფასებით ასევე ქარაშუტულად ვარაუდობდა, რომ ბიძინა ივანიშვილის აი ეს მოკლედ რაღაცა პარტნიორებზე ამბობთ, რომ ქარაფშუტული წარმოდგენა ჰქონდათ პროცესზე. არა, იყვნენ, მე არ მithქვავს არც ერთი და არც ორი და არც სამი ადამიანისთვის, ისევე როგორც წლების წინ 2008 წელს ბევრ საერთაშორისო ჩვენს პარტნიორს მიაჩნდა, რომ ქართულმა სახელმწიფომ გაუხსნა ცეცხლი რუსეთის ფედერაციას, ხო? იყვნენ ადამიანები, საერთაშორისო საზოგადოება არ შედგება 2 და 3 და 4 ადამიანისგან, ვისაც არ ქონდა სწორი წარმოდგენა ბიძინა ივანიშვილის განზრახვებზე და სამწუხაროდ 2022 წლის 24 თებერვალი გახდა აუცილებელი რუსეთის ინტერვენცია უკრაინაში, რომ დაინახა მთელ სოფლიოს სად აღმოჩნდა ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი ლუკაშენკოს რეჟიმთან ერთად აღმოჩნდა პუტინის ფარდის არასწორ მხარეს. მადლობა ამ ჩართვისთვის. მე იმედი მაქვს სხვა დროს ეთერში მოხვალთ ჩვენთან და უფრო საინტერესო ყოვლის მომცველი საუბარი გვექნება. ამ შემთხვევაში ეს იყო გვარამიას პროცესიდან გამომდინარე ჩართვა, ამიტომ მე დროს აღარ წაგართმევთ. ნიკა მელია გვერდთვებოდა პირდაპირ ეთერში. გელოდებით სტუდიაში თუ რა თქმა უნდა თქვენი სურვილიც იქნება. მადლობა ნიკა მელიას.